Vasudevaya. Om Namo Bhagavate Vasudevaya. Om Namo Bhagavate Vasudevaya. Narayanam Namaskrityam Naram Chaiva Narottamam Devim Saraswati Vyasam Tato Jayatu Dirayat Ashtaprayesh Abhadrisho Nitya Bhagavata Sevaya Bhagavati Uttama Shlokim Bhakti Bhavati Naishtikim. Doishun წავიკითხავთ Śrīmad Bhagavatam-ის მეექვსე სიმღერის მესამე თავის 25 ლექსს. Сегодня мы будем читать из 6-й песни Шримад Бхагаватам, 3 глава, 25 стих. Prayena vedatatidam namahajano yam Divya vimochita matir bati mayayalam Prayam jadikrita matir mathu pushpitam Vidabhayatam mahati karmani yujaya manach. Ვერთების უზენაესი პიროვნების ენერგიით გონება დაბნეულ იაგია ვალკიას, ჯაიმინისა და რელიგიური წერილების სხვა ავტორებს არ ესმით 12 მაჰაჯანის იდუმალი რელიგიური შეხედულებები. ისინი ვერ ხვდებიან ერთგული მსახურების ანარი კრიშნა მანტრის გალობის უზარმაზარ ტრანსცენდენტულ სიკეთეს. ვინაიდან მათ დაჩმოგებულ ჭკუას ვედებში განსაკუთრებით დიაჯორ ვედაში, სამავედასა და რიგვედაში ნახსენები რიტუალები უფრო იზიდავს. ამის გამო ისინი განუწყვეტლივ ემზადებიან ხმებშეწილის რიტუალებისათვის საჭირო საგნებსაც აგროვებენ, რათა მხოლოდ რაიმე კარნავალი სარგებელი პოვონ ამ სვარგალოკაზე ამაღლებით ამ ქვეყნიური ბედნიერებას მიაღწიონ. მათ არ იზიდავთ სანკირტანას მოძრაობა, ნაცვლად ამისა მათ ჰარმა ართხა კამა და მოქშა უქცევია თავიანთი ცხოვრების მიზნად. Перевод стиха эти. Ягевалька, Джаймини и другие авторы религиозных трактатов не ведают о сокровенной религии 12 Махаджан, ибо введены в заблуждение иллюзорной энергии Всевышнего. Они не понимают, какое великое духовное благо несет преданное служение и повторение мантры Харе Кришна. Их больше привлекают обряды из Яджурведы, Самаведы и Ригведы, а потому их разум притуплен. Они все время заняты подготовкой жертвенным обрядам, которые помогут им вознестись на Сваргалоку или обрести другие бренные блага, и их не привлекает движение санкиртаны. Их влечет к себе дхарма, артха, кама и мокша. ვინმე შეიძლება იკითხოს კომენტარები. ვინმე შეიძლება იკითხოს თუ წარმატების მიღწევა ადვილად შეიძლება უფლისწმინდა სახელების გალობით, მაშინ რა საჭიროა ამდენი ვედური რიტუალი და რატომ იზიდავს ისინი ხალხს ასე. ამ კითხვაზე მოცემული ლექსი იძლევა პასუხს. როგორც Bhagavad Gita-ში დათქვამი, ვედაიჩა სარვაირა ჰამ ევა ვედაია, ვედების შესწავლის მიზანი უფალი კრიშნას ლოტოსის წერფებთან მიახლოებაა. სამწუხაროდ, ვედური იაგიების ბრწყინვალებით მოხიბლულ უგუნურ ხალხს იზიდავს დიდრული ცერემონიები, სიამოვნებით მოსმენა ვედური მანტრებისა და ბევრი ფულის ხარჯვა. ზოგჯერ მსგავსი უგუნური ხალხის გულის მოსაგებად ჩვენს გვიწევს მსგავსი ვედური ცერემონიების ჩატარება. ამას წინათ, როდესაც ვრინდავანში კრიშნა ბალარამას დიდი ტაძარი გავხსნით, იძულებული ვიყავით მოგვეწვია ადგილობრივი ბრაჰმანები, რომელთაც ვედური ცერემონია ჩაატარეს. სხვაგვარად, ვრინდავანის მცხოვრებლები, განსაკუთრებით კი სბრიტი ბრაჰმანები, ევროპელ და ამერიკელ ელგურებს არ ჩათვლიდნენ ჭეშმარიტ ბრაჰმანებას. ვიდრე ამ ძვირადღირებულ იაგიებს ბრაჰმანები ასრულებდნენ, ჩვენი საზოგადოების წევრები ვრინდანგებით ხელში სანკირტანას ასრულებდნენ. მე ვთვლი, რომ ეს იყო ვედურ რიტუალურ ცერემონიაზე უფრო მნიშვნელოვანი ცერემონიასა და სანკირტანაც ერთდროულად მიმდინარეობდა.
პირველი განკუთვნილი იყო მათთვის, ვისაც სიკვდილის შემდეგ ზეთურ პლანეტებზე ამაღლება სტადიათ. საკიტანა კი წმინდა ერთგულებისათვის, რომელთაც სურთ ღვთაების უზენაესი პიროვნებას სიამოვნება მიანიჭო. ჩვენ მხოლოდ საკიტანასაც ვიკმარებდით, მაგრამ მაშინ ვრინდავანის მაცხოვრებლები ტაძარში ღვთაებების დადგმის ცერემონიას არ მიიჩნევდნენ ნამდვილ დღესასწაულად, როგორც ამ ლექსია გამარტებული. ვედური ცერემონიები განკუთვნილია მათთვის, ვისი გონებას დაჩლუნგდა ვედების ფერადოვანმა ენამ და უპირატესობა მაღალ პლანეტებზე მოხვედრისათვის გამიზნულ ანგარებით საქმიანობას ენიჭება. დღეს კალიუგაში საკიტანაც სრულიად საკმარისია. თუკი სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ჩვენს ტაძრებში უფლის ერთგულის საკიტანა ჩაატარებენ ღვთაების განსაკუთრებით ჩაიტანეს მაჰაპრაბჰუს წინაშე, ისინი ყოველთვის სრულყოფილი იქნებიან. სხვა რიტუალისა თუ ცერემონიის ჩატარება აღარ სჭირდებათ. ამასთან ერთად, გარეგანი თუ შინაგანი სისპათაკე რომ შევინარჩუნოთ, ღვთაებას თაყვანისცემა და სხვა განსხვავებული დანაწესების დაცვას გვმართებს. პირველად გიორგი ოსმანი ამბობს, რომ საკიტანა თავისთავად საწინდარია სრულქმნისა, მაგრამ არ ჩანს თუ ტაძარში ღვთაებების თაყვანისცემაც, საჭიროა, რათა ერთგულებმა სულიერ და სხეულებრივ სისუფთავე და სიწმინდე შეენარჩუნონ. ამიტომ შრილა ბაქტისტანტე სარასვატი თაკურა ორივე პროცესის ერთდროულად შესრულებას გვირჩევდა. ჩვენ მკაცრად ვიცავთ ამ პრინციპს. ღვთაებისათვის ვეთაყვანებით და საკიტანასაც ვასრულებთ. ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. Комментарий. ზოგიერთების გულის გასახეთქად. Комментарий. Резонно спросить, если, повторяя святое имя, можно легко обрести величайший из всех благ, тогда зачем нужны многочисленные ведические обряды и почему они так привлекают людей? Ответ дается в этом стихе. Как сказано в Бхагавад-гите 15.15, веды надо изучать для того, чтобы приблизиться к лотосным стопам Господа Кришны. К сожалению, неразумных людей привлекают пышные ведические жертвоприношения. Им нравится наблюдать помпезные церемонии, на которые тратится много денег, или слушать, как исполняют ведические гимны. Порой в угоду таким людям нам тоже приходится совершать подобные ведические ритуалы, как это было на недавнем открытии храма Кришны Баларамы во Вриндаване. Для этой церемонии нам пришлось нанимать местных брахманов, так как жители Вриндавана, и особенно смарта браманы, не считают европейских, американских преданных истинными брахманами. Пока брахманы совершали эту дорогостоящую ягью, преданные из нашего общества под боем ряда проводили санкиртану. И я уверен, что это было гораздо важнее всех ведических ритуалов. Извините, и ведические ритуалы, и санкиртана совершались одновременно. Ритуалы предназначались для тех, кто хочет после смерти вознестись на райские планеты, а санкиртана проводилась для чистых преданных, желающих доставлять удовольствие верховной личности Бога. Мы бы могли ограничиться одной санкиртаной, но жители Вриндавана не признали бы это настоящей церемонией открытия храма. Как сказано в этом стихе, ведические обряды предназначены для тех, чей разум пленен цветистым языком вед, превозносящих кармические обряды и ритуалы, которые помогают подняться на высшие планеты. Сейчас, в век Кали, вполне достаточно проводить санкиртану. Пока преданные, живущие в наших храмах, проводят санкиртану перед божеством, особенно перед божеством Шри Чайтаньи и Махапрабху, они будут оставаться совершенными. Им не нужны никакие другие обряды и ритуалы. При этом, однако, чтобы поддерживать внешнюю и внутреннюю чистоту, преданные должны поклоняться божеству и следовать определенным предписаниям. Шрила Джива Госвами пишет, что санкиртана сама по себе является залогом совершенства. Но чтобы хранить чистоту, преданные должны также заниматься арчаной, то есть поклоняться божеству в храме. Поэтому Шрила Бхактисиддханта Сарасвати Такур
призывал одновременно применять оба метода. Мы просто строго следуем этому принципу, совершаем санкиртану и поклоняемся божеству в храме. И будем делать это и впредь. Om Madhyana Timirandasya Gyanam Jana Shalakaya Chakshurun Militam Mena Tasmai Shri Gaurave Namaha Namo Vishnu Padaya Krishna Preshtaya Puta Srimati Bhaktivedanta Swami Nityanamine Namaste Saraswati Deve Gauravani Pracharine Nirvishestasani Avadi Bhaktiya Deshatarine Jai Shri Krishna Chaitanya Prabhu Nityananda Priya Dvaita Gadatara Shivasati Gaura Bhaktavrinda Hare Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare Hare Om Sakana Bhavatu Sakana Punaktu Sakaviryam Karva Vahai Tejasvina Madida Mastuma Vitkvi Shavahai Om Shanti 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 Om Hare Krishna. Харе Кришна, еще раз поприветствую всех. ჩვენ შრილა პრაბჰუპადას ციგნებზე აღზრდილი ადამიანები ვართ და ამიტომ ვერ ვხედავთ რამდენად რევოლუციას, რამდენად რევოლუციონურია ეს რევოლუციონური სულია აი ამ კომენტარებში, რაც ახლა ლექს წავიკითხეთ. Мы люди взросленные на книгах Шрилы Прабхупады, поэтому мы не видим, насколько революционный дух несут эти комментарии, которые мы только что прочитали. ინდოეთის კეთილშობილ მაღალ ოჯახში დაბადებულ ადამიანებს, ბრაჰმანებს და სხვებს რომ უთხრა, რომ ვედებში აღწერილი იაგია უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს და თავარია უფლისმიდა სახელები იმღეროთ და ყველაფერი კარგად იქნება, დაგწვავენ, ჩაგდებენ მიწაში. Если сказать людям из благочестивых семей Индии, брахманам, что те яги, которые описаны в ведических писаниях, уже не имеют особого смысла, и что только санкиртана важная в наш век, то они вообще могут вас предать анафеме или положить в землю. ესეთი და პრაბჰუპადა ამბობს კიდევაც, რომ ჩვენ იძულებული გავხდითო, რომ კრიშნა ბალარამას ტაძარი გახსნეს დროს ეს ბრაჰმანები დაგვექირავებინა იაგიას შესასრულებლათო. И Прабхупада, здесь же в комментарии упоминает, что нам пришлось при открытии Кришна Баларам Мандира нанять этих подобных брахманов, чтобы они совершили ягью. უბრალოდ იძულებული გავხდით, რომ სულაც არ ვთვლით ამას სავალდებულოთო და არც მომავალში ჩავთვლითო. Мы были просто вынуждены, но не считаем это необходимым. И в будущем тоже так будем к этому относиться. ერთადერთი რაც დათმობაზე მივდივართ და რასაც ბაქცინატა სარასვატი თაკურას მითითებით ვასრულებ ჩვენ განუხრელად, ეს არის რომ ტაძარში ღვთაებებს ვცემთ თაყვანს. Единственное, чему мы следуем и почитаем те указания, которые оставил нам Бхактисиддханта Сарасвати Тракур, это поклоняемся божествам в храме. შეიძლება ვინმე დასვა შეკითხვა. მაშინ რაში მდგომარეობს ვედების უმაღლესი ავტორიტეტი? Может кто-то задаться вопросом, тогда в чем же высочайший авторитет вед? თუ ჩვენ ამას უყურებთ როგორც იძულებით და საერთოდ დიდად არ ვთვლით საჭიროდ ვედებში მოცემული რიტუალების შესრულებას.
Если мы на это смотрим как на как бы принуждение и не особенно почитаем необходимость исполнять те ритуалы, которые описаны в Ведах. მაშინ როგორ ვართ ჩვენ ვედების სწავლების მიმდევარი? Тогда как же мы являемся последователями ведических учений? ეს შეკითხვები ძალიან ბევრ ადამიანში, როგორც ევროპაში, ასევე ინდოეთში დიდ წინამდებობებს იწვევს. Подобные вопросы вызывают противоречия во многих людях, как в Европе, так и в Индии. იმისათვის რომ ეს წინამდებობები გადაილახოს, საჭიროა დიდი მოთმინებით და დიდი მონდომებით შევისწავლოთ პრაბჰუპადას წიგნები. Для того, чтобы превзойти эти противоречия, надо с большим терпением и изучать книги, которые нам оставил Шрила Прабхупада. იმიტომ რომ პრაბჰუპადამ თანამედროვე საზოგადოების წინაშე გააცოცხლა უფალი ჩაიტანიას მოძღვრება. Потому что Шрила Прабхупада оживил движение Господа Чайтаньи в современном обществе. არა მხოლოდ მოძღვრება, არამედ მთელი მოძღვრება. Не движение, а вообще его учение. ან გააცოცხლა ეს მოძღვრება, რომელშიდაც უფალმა ჩაიტანიამ გააცოცხლა კრიშნას სურვილი. Он как бы возродил это учение, в котором сам Господь Чайтанья оживил душу Кришны. უფალმა ჩაიტანიამ გააცოცხლა და გვანახა რომ ვედები ეს უბრალო ინსტრუქციები კი არ არის, არამედ ვედებში არის დაფარული კრიშნას სურვილი და პრაბჰუპადამ თავის მხრივ ეს ჩაიტანიას მოძღვრება გააცოცხლა თანამედროვე საზოგადოების წინაშე. Господь Чайтанья показал нам, что Веды это не просто какие-то инструкции к действию, а что Веды содержат желание Кришны. А Шрила Прабхупада оживил это учение для современных людей. როდესაც ქარხანა ამზადებს სარეთ მანქანას, ის მას აყოლებს ინსტრუქციას. Когда завод производит стиральные машинки, он прикладывает инструкцию по использованию. ეს ინსტრუქცია ავტორიტეტულია. И эта инструкция является авторитетной. ის იმიტომ არის ავტორიტეტული, რომ ამ სამყაროს შემოქმედის ქარხნის მიერ არის დაწერილი იმის მიერ, ვინაც შექმნა ეს სარწყი მანქანა და ვინც სრულყოფილად იცის სარწყი მანქანა. Она авторитетна, потому что она составлена создателем этой машинки, этим заводом, тем создателем, который досконально знает, имеет знания о этом аппарате. და თუ სარწყი მანქანის ფლობელი მიყვება ამ ინსტრუქციას, მაშინ ეს ინსტრუქცია მას მისცემს საშუალებას, რომ სარწყმა მანქანამ დიდხანს და კარგად იმუშაოს. И если пользователь стиральной машинки будет следовать этой инструкции, то это позволит ему пользоваться этой машинкой в длительное время. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სარწყი მანქანის ფლობელის მთავარი მიზანი ცხოვრების მთელი არსი სარწყ მანქანაში მდგომარეობს. Но это, естественно, не значит, что целью жизни владельца этой стиральной машинки заключается в самой стиральной машинке. სწორედ ასევე, როდესაც ღმერთი ქმნის ამ სამყაროს,
ის მას აყოლებს ინსტრუქციას ამ სამყაროს эксплуататорებს, ანუ მომხმარებლებისათვის. И точно так же, когда Господь создает эту Вселенную, то Он прилагает инструкцию для пользователей этой Вселенной. ამი ეს ჩვენ კი ვართ ამ სამყაროს მომხმარებლები. А мы и есть пользователи этой Вселенной. Bhagavad Gita-ში კრიშნა ამბობს, რომ როცა აღწერს თავის ორ ენერგიას, ორ კატეგორიას, Kumirapo analovayu kamano butkhirevacha hankaraitya mephina prakriti rashatha მიწაწყვეტი ცეცხლი ჰაერი ასევე სივრცე ჭკუაგონება ჰანკარა ანუ მეობა ესა ჩემი ცალკე მდგომი რო ელემენტი ჩემი გარი ენერგიის რვა სახეობა. Господь Кришна в Бхагавад-гите, когда он описывает две свои основные энергии, говорит, Теварат апоикнеп თქვენ რუსულადაც გააკეთოთ ციტირება, ესე არ მახსოვს მე ზედმიწევრით ლექსი. Земля, вода, огонь, воздух, эфир или пространство, ум, разум и эго – это есть мои отдаленно стоящие энергии. Мои энергии, мой 8 энергий, которые чуть-чуть отдаленно от меня стоят. Это материальные энергии. А потом он говорит, парим гавок целепим, меори лекс. Потом он говорит, что апарея метастванях, пракрити витхиме парам, чива путам махабахо, я едам тарьяти джагат. Кроме этой низкой моей природы, ты узри более высокую природу. Это более высокая природа, это живые души, которые эксплуатируют этим материальным миром, этими энергиями, о которых я тебе уже сказал. ანუ გარდამ დაბალ ბუნებისა იხილე ჩემი ამატებული ენერგია უკვე მაგარო ეს ენერგია კრებულია სულთა ცოცხალთა და სარბიელი მათი არის მთელი სამყარო. ანუ რო ვთქვათ, აქ არის ნახმარი სიტყვა თარიათ ეჯაგათ. თარიათ ეჯაგათ. თარა ნიშნავს რომ გიჭირავს ხელში და რომ ფლობ. Здесь употреблены слова тхрият и джагат. Тхрая означает тхраяте означает то, что ты держишь в руках, чем ты обладаешь. Арджунас ეძახდნენ თხანობს თხარა შვილდის ფლობელს, შვილდის მატარებელს. Арджуну также называли тхану тхара, это означает владелец лука. ანუ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც არის ვართ მომხმარებელი ამ სამყაროსი, რომელიც ამ სამყაროს ექსპლუატაციას უწევს ისე როგორც დიასახლისი სარეც მანქანას. Другими словами, мы являемся теми людьми, которые пользуются этим мирозданием. Мы эксплуатируем его таким же образом, как домохозяйка пользуется стиральной машинкой. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მოთხოვნილებები დავიკმაყოფილოთ ამ მატერიალური სამყაროთი, ისევე როგორც დიასახლისი ცდილობს თავის მოთხოვნილებების დაიკმაყოფილოს ამ სარეცხი მანქანით. მოთხოვნილებები. Мы также стараемся удовлетворить свои потребности, пользуясь этим миром, как и домохозяйка, используя стиральную машинку, употребляет свои потребности. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ინსტრუქცია მოყვა ამ სამყაროს. И исходя из этого для нас очень важно узнать, какая же инструкция прилагается к этому миру. იმისათვის რომ დავიწყოთ ეს ინსტრუქცია და სამყარო არ გავაფუჭოთ. Для того, чтобы следовать этой инструкции и не портить этот мир.
არ გამოიყვანოთ წყობრიდან, ვადაზიარდრით. Преждевременно не выводить его из строя. ადრე ზოგიანის გვაინც გაფიშდება. Э, Рано или поздно он все равно разладится, იმიტომ რომ რაც შექმნილია, ის აუცილებლად დაიშლება. და რაც потому что, დაიშლება, ის თავიდან შეიქმნება. потому что все, что создано, оно обязательно разрушится. разладится и как разрушится, и то, что разрушается, обязательно будет создано заново. ამიტომ ამ ინსტრუქციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცოცხალი არსებებისათვის. Поэтому эта инструкция очень важна для живых существ. ჩვენს ეპოქაში როცა ეს ინსტრუქციები დავიწყებას ეძლევა, ამიტომაც სამყარო იწყებს ობრიდან გამოსვლას, სარიცხი მანქანა ფუჭდება. Но в нашу эпоху, когда эти инструкции предаются уже забвению, поэтому мир начинает распадаться, стиральная машинка начинает портиться. ეს ინსტრუქციები გვეუბნება, რომ თუ თქვენ გინდათ ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება, Эти инструкции нам говорят, если вы хотите с одной точки перейти в другую, მაშინ თქვენ უნდა შეაბათ ხარები ურემში, უნდა დაჯდეთ ამ ურემზე და წახვიდეთ. вам следует запрячь быков в повозку, сесть в эту повозку и направиться. ესეთაირად ეს სამყარო არ გაფუჭდება. Таким образом, этот мир не будет портиться. თქვენ უფრო ჩქარა სულ გადაადგილება, მაშინ უნდა ცხენები შეაბათ ხარების მაგივრად, უფრო ჩქარა გადაადგილდებით. Если вы хотите быстрее передвигаться, тогда надо запрячь коней вместо быков, и вы увеличите скорость. მაგრამ თუ თქვენ ძალიან დიდ მანძილზე გინდათ გადაადგილება და ძალიან სწრაფად, მაშინ თქვენ უნდა ააგოთ სპეციალური მექანიზმი, ვიმანა, კოსმოსური ხომალდი, რომელიც შედგება ისეთი დეტალებისაგან, რომლის მოპოვებაც არ აფუჭებს სამყაროს. Но если вам нужно покрыть очень большие дистанции, то вам придется построить особенный аппарат, Вимана. Это космический аппарат, который состоит из таких деталей и из таких материалов, которые не портят этот мир. და თქვენ თუ კიდევ უფრო დიდი სიჩქარით და უფრო შორს გინდათ გადაადგილება, თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, გამოიყენოთ განსაკუთრებული ვიბრაციები, მანტრები და თქვენ არ გჭირდებათ არაფერი მექანიზმები, არც ხარი, არც ცხენი, არც კოსმოსური ხომალდი, თქვენ თვითონ გადაადგილდებით ძალიან დიდი სისწრაფით, ძალიან დიდ მანძილებზე, აი ამ ვიბრაციების მანტრების საშუალებით. Но если вам нужно еще на более далекие длинные дистанции идти передвигаться в краткое время, то для этого вы можете использовать особые мантры, вибрации которых перенесут вас туда. И для этого не нужны ни быки, ни лошади, ни космические корабли. Вот как раз эти вибрации сделают это дело. ასეთი ტექნოლოგიები არ აზიანებენ სამყაროს. Подобные технологии не калечат мироздание. და არ იწვევენ ცოდვილ საქმიანობებს. И не вызывают греховные действия. შედარებით ნაკლებად ჭკვიანი ადამიანები ახლო მანძილზე გადაადგილდებიან. Менее разумные люди, они двигаются на короткие дистанции. მეზობელ სოფელში სწავლენ სტუმრად და მისათვის საკმარისია ცხენები და ხარები. Могут сходить в соседнюю деревню в гости, и для этого достаточно быков или лошадей.
უფრო ჭკვიანი ადამიანები, რომელთაც აქვთ კვალიფიკაცია, უფრო შორმანძილებზე მგზავრობის, ისინი კოსმოსურ ხომალდებს აგებენ და მეზობელ პლანეტებს ესტუმრებიან. Более разумные люди, имеющие квалификацию подобную, они могут строить космические корабли и посещать соседние планеты. კიდევ უფრო გონიერი ადამიანები უკვე ამ ვიბრაციებს სწავლობენ და უფრო შორს და უფრო სწრაფად მოგზაურობენ. Еще более разумные уже изучают как раз эти вибрации, и они передвигаются еще дальше и более успешно, быстрее. ყველაფერი ამის შედეგად საზოგადოებაში წესრიგია. И в итоге всего этого в обществе царит порядок. შინაგანი ეკოლოგიური წესრიგი და გარემოს ეკოლოგია. Внутренний экологический порядок и внешняя экология тоже. მე ნერაზოსები ნაკლებად ჭკვიანი ადამიანები არ აქვთ სურვილი მოგზაურონ სხვა პლანეტებზე და ქვეყანა დაანგრიონ. Менее разумные люди не имеют амбиций путешествовать на другие планеты и разрушать этот мир. ხოლო ჩვენს ეპოქაში ყველა იმდენად ბრიყვი ვართ, ყველანი იმდენად ბრიყვები არიან, რომ ერთი ქალაქიდან მეორეში რომ გადაადგილდნენ, ამისათვის თხრიან უზარმაზარი რაოდენობის მიწას, იღებენ იქიდან ნავთობს, იმ ნავთობიდან აკეთებენ საწვავს, მერე იმ ამოთხრილი მიწიდან აკეთებენ მეტალის ნაწილებს, აგებენ თვითფრინავს, ამ საწვავს ასხამენ ამ თვითფრინავში, ხელსაყაროს წამლავენ და იმისათვის რომ დაუშვათ გადაფრინდნენ თბილისიდან დელიში. Но в нашу эпоху люди настолько глупы, чтобы перейти из одного, добраться с одного города в другой, они копают землю и оттуда вытягивают нефть, из этой нефти делают топливо, а те породы, которые выкапываются при выкапывании, руду, которая достается при выкапывании, из этой руды они делают самолеты, заливают это топливо в эти самолеты, и таким образом, отравляя все вокруг и калеча природу, достигают перелета, скажем, из Тбилиси в Дели. ადრე ეპოქებში ესეც ზიანს არ აყენებდნენ სამყაროს, ყველაფერ ამოთხოვნილებს იკმაყოფილებდნენ იაგიას საშუალებით. იაგიას საშუალებით ხდებოდა ეს გადაადგილებაც, ღმერთების წყალობის მიღებაც, ყველაფერი იაგიას сაშუალებით ხდებოდა. Предыдущие эпохи не причиняли власть подобного вреда природе. Все то, что вы перечислили, достигалось с помощью яги. И передвижение, и получение блага от божеств, все от богов, все это происходило через совершение яги. ხოლო ამ იაგიების შესასრულებლად საჭირო ყველა манtra, ინსტრუმენტი და ამ შემდეგ იყო მოცემული ვედებში. И веды содержали все инструкции по поводу необходимых инструментов и материалов, и мантры для подобных яги. ამიტომაც ვედებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღესაც. Поэтому веды были очень значительными, они и по сей день являются таковыми. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ცეცხლის დასანთებად რა მექანიზმები გააჩნია დღეს ადამიანს. ასანთი, ხო?
Представьте теперь, для того, чтобы зажечь огонь, какими механизмами обладает человек на сегодняшний день. В первую очередь, это спички. იმისაც რომ ასანთი დამზადდეს, უნდა გაიჩეხოს ტყეები, უნდა გაკეთდეს ქიმიური მრეწველობა, უნდა მოიწამლოს გარემო, უნდა განადგურდეს ყველაფერი იმისათვის, რომ ამერი ამოიღო ეთერული ასანთი და ცეცხლი გააჩინო. Для того, чтобы создать спичку, надо вырубить лес, создать химическую продукцию, чтобы сделать эту спичку, для того, чтобы потом, все вокруг уничтожить фактически и загубить, для того, чтобы потом одной этой спичкой зажечь огонь. ადრე არ იყო საჭირო ესეთი ველური საქციელი. აი სულ რაღაც ერთ საუკუნის წინ, თუ ორი საუკუნის წინ ადამიანები ხმარობდნენ კვესაბედს. კვესაბედს Раньше подобные варварские действия не требовались. Даже где-то на век или 2 века тому назад для разжигания огня использовалось огниво. კვესი ესე არის რკინის ნატეხი, ანუ მეორე კაჟი, რომელსაც გაკრავა რკინის ნატეხს და აბედი ეს არის ხის სოკო, ხეზე სოკო რო იზრდება, იმ სოკოს დანაყავდნენ, დაარბილებდნენ და ძაფივით აკეთებდნენ და მას ძალიან ადვილად ეკიდება ცეცხლი. Огниво состояло из 2 компонентов. Одно было это минерал, я не знаю название по-русски, извините, которым нужно было... Кремний, да, спасибо. Кремний, а второй компонент – это древесный гриб, который, просыхая, очень легко воспламеняется. И вот, стуча кремнием по этому грибу, достигалось воспламенения и создавался огонь. და კიდევ უფრო ადრე ცეცხლს საერთოდ არც კაჟი და არც სოკო და არც ხე, უბრალოდ ის ლოცვით, мантрებით აჩენდნენ ცეცხლს. Еще до того, более в предыдущие времена, не нужно было ни кремния, ни этих грибов, ни самих деревьев. Костры и огонь разжигался при помощи мантр. ანუ ვედები ეს არის ვედური ცერემონიები, ეს არის საკმაოდ მკაცრი წესები, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ სამყაროში, ისე რომ მეტნაკლებად ბედნიერები ვიყოთ და ეს სამყაროც არ დავაზიანოთ. Другими словами, веды – это очень строгие инструкции церемонии, следуя которым мы сможем прожить в этом мире так, чтобы быть более не менее счастливым и не причинять вреда окружающему миру. მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი, ეს პროცესი. Хотя этот процесс не является самоцелью. ვედები შეიცავენ ცოცხალი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვან 4 ღირებულებას. Веды содержат очень важные 4 ценности для человека. ჩატურ პურუშართხა. ეს არის დхарმა, ართხა, კამა და მოქშა. И этими ценностями являются дхарма, артха, кама и мокша. თუ ადამიანი მისდევს ვედების სწავლებას თავისი დანიშნულების მიხედვით, ანუ დхарმას, მაშინ საზოგადოებაში გამექცება მატერიალური კეთილდღეობა. Если человек следует ведическим указаниям по своему предназначению, другими словами, следует дхарме,
то в обществе воцарится благосостояние. თუ საზოგადოებაში არის კეთილდღეობა, მაშინ ადამიანს რჩება დრო და საშუალება იმისათვის, რომ თავისი წილის სიამოვნება მიიღოს უმტკივნეულოდ. Если в обществе царит благосостояние, тогда у человека остается время на то, чтобы он получил свою часть удовлетворения безболезненно. კამა. Это кам. და როდესაც ის უკვე ასაკში შევავდა, მიხვდება, რომ მიუხედავად ყველაფერი ამისა, მაინც მოკვდება, ამიტომ ხდიახ И когда он вступит уже в зрелый возраст и догадается, что несмотря на все это, на пройденное, он все равно должен умереть, ის იწყებს მატერიისაგან, ანუ სიკვდილისა და დაბადებისაგან განთავისუფლების მეთოდების ძიებას. он начинает искать методы для освобождения от материальных вещей, другими словами, от рождения и смерти. და ამას ნახულობს ვედებში. И находит он подобные инструкции в Ведах. ანუ ვედებში ის ნახულობს, როგორ უნდა მოიქცეს, როგორ უნდა იყოს ბედნიერი, როგორ უნდა დაიკმაყოფილოს გრძნობები და ბოლოს როგორ უნდა განთავისუფლდეს მატერიისაგან. Другими словами, в Ведах указывается, как человек должен действовать, вести себя, как он должен создавать благополучие, удовлетворять свои чувства и, в конце концов, как освободиться от мирских привязанностей. მაგრამ რა ძლია ყველაფერ ამას, თუ განთავისუფლების შემდეგ ისევ შეიძლება ციხეში მოხვდე. Ну, какой смысл во всем этом, если после освобождения ты снова сможешь угодить в тюрьму? სანამ მომატანო სამყაროში მოხვდებოდი, ჩვენ ხო ვიყავით თავისუფლები. До попадания в этот материальный мир мы же были свободными. მაგრამ ჩვენ თავისუფლება არასდროს გამოვიყენეთ და აქ მოხვდით. Но мы использовали эту свободу неправильным образом и очутились здесь. და ჩვენ შეგვიძლია აქედან გავიდეთ როგორც ციხიდან. მაგრამ თუ არასდროს მოვიქცეთ, ისევ ციხეში მოხვდებით. Мы сможем отсюда выйти, как из тюрьмы, но если мы не будем правильно себя вести, опять в нее угодим. და აქედან გამომდინარე, ციხიდან განთავისუფლება კი არ არის მიზანი. ციხიდან განთავისუფლება არის საშუალება იმისათვის, რომ მერე თავისუფლებაში ბედნიერი ცხოვრება ააწყო. И исходя из этого, освобождение или выход из тюрьмы не является самоцелью. И выход из тюрьмы нам дает возможность, чтобы в будущем так обустроить свою жизнь, чтобы жить Обустроить жизнь на свободе. На свободе, да. Чтобы найти счастье на свободе. Счастье найти. Спасибо, я счастье не смогла вспомнить. თუ ადამიანი ვერ შეძლებს ბედნიერების პოვნას თავისუფლებაში, მაშინ ის აუცილებლად ისეთ რაღაცას გააკეთებს, რომ ისევ ციხეში დაბრუნდება. Если человек не сможет найти счастье в этой свободе, то он обязательно что-то такое сотворит и будет возвращен в тюрьму. ასე რომ, კიდევ ერთხელ უნდა კარგად გავიგოთ, რომ უდიდესი ბრძანები, რომელიც აქ ჩამოთვლილი ყავს პრაბჰუპადას ამ ლექსში. И поэтому мы должны очень хорошо осознать, что те великие мудрецы, которых здесь упоминает Шрила Прабхупада в этом стихе, სანსკრიტში ეს სახელები არ არის ჩამოთვლილი სანსკრიტ ლექსის სანსკრიტულ ვარიანტში, სახელები არ არის ჩამოთვლილი, მაგრამ იქ არის ნათქვამი, რომ ისინი ვინც მატერიალური ილუზიის ქვეშ იმყოფებიან. хотя в санскритском варианте эти имена не упоминаются, но там сказано,
а тех, кто является под влиянием иллюзий. ვიმოხატა მათიერბა და ჯადაკრიტა მათიერ მათქო და ჩამოთვლიყავს პროფოპადას ჯაიმინი იაგია ვალკია და მათ გვერდით უდიადესი ბრძენები რომელთაც მთელი ფილოსოფიური სისტემები აქვს შექმნილი. И вот в этом тексте, который ты зачитал, не упоминаются имена, хотя Прабхупада упоминает имена Джаймини, Ягьявалки, которые Наряду других мудрецов создали целые философские системы. ეს ფილოსოფიური სისტემები თვით ვიასადევას ვედანტა სუტრის ჩათვლით. И эти философские системы, включая Веданта сутры Вьясадевы, они ეს მთელი ფილოსოფიური სისტემები არ არის ვერ გვაძლევენ საშუალებას საბოლოო მიზანს მივახციოთ. они не дают, предлагают возможности достичь конечной цели. ისინი არ იძლევიან საშუალებას, რომ ვიპოვოთ ბედნიერების წყარო. Они не дают возможности обнаружить источник счастья. ისინი არ იძლევიან საშუალებას, რომ ჩვენ დავინახოთ ჩვენი თავი, როგორც მარადიული ყუდავის სული. Хотя они дают нам возможность увидеть себя как вечную душу. მარადიული სული, რომელიც არის საჩიტანანდა. Вечную душу, являющуюся Саччитанандой. მაგრამ ეს მარადიული სული ვერ გამოხატავს თავის ანანდას ბოლომდე, თუ მას არ აქვს კავშირი მთელთან უზენაესი ნეტარების წყაროსთან. Хотя эта вечная душа не сможет проявить свою ананду, если у нее нет связи с целым, с источником счастья. თუ ჩვენ ჩვენს ბინაში ვივლით უთოთი ხელში და ყველა ნახვეთში შევეცდებით ამ უთოს შევჭობას, უთო არ გაცხელდება. Если мы будем обходить квартиру с утюгом в руке и стараться подключить его в любое отверстие, то таким образом утюг не разогреется. ის უნდა ჩავთოთ სწორედ იმ ნახვეთში, სადაც არის ენერგიის წყარო და მაშინ უთო გაცხელდება. Утюг нужно подключить именно в те отверстия, где присутствует ток, и только после этого он будет нагреваться. უთოს თვითონ აქვს თვითონ გაცხელების უნარი. Хотя утюг сам имеет способность нагревания, მაგრამ ის უნდა შევერთოთ ამ გაცხელების წყაროში. но его нужно подключить к источнику нагревания. ამიტომ ცოცხალი არსება ბედნიერი ვერასოდეს ვერ იქნება, თუ ამ ბედნიერების წყაროს არ შეუერთდა. Таким же образом, живое существо никогда не станет счастливым, если оно не подключится к источнику счастья. ამის გამო მათხევანდრაპური ამბობს, რომ ჩვენ ვაფასებთ ვედების 4 ღირებულებას, ქარმართა გამომოქშას, მაგრამ ჩვენ ვიცით მეხუთე და მთავარი ღირებულება, კრიშნა პრემა. Ягьявальки, амбокс магас, хуаргамуча. Мадхавендрапури. И поэтому Мадхавендрапури утверждает, мы ценим 4 ценности вед, это карма, артха, кама, мокша. Но мы также знаем о существовании 5-й, и это является источником счастья. 5-й и главный. Это Кришна Према, это экстатическая любовь.
Это само счастье. სწორედ ასევე ბაქთივინოდა თაგორი თავის პოემაში შარანაგატი მიმართავს 6 ფილოსოფიური სისტემის ავტორებს, იმ ჯაიმინის, ვიასას, Таким же образом Бхактивинода Тхакур в своем произведении Шаранагати обращается к 6 ავტორам авторам 6 ფილოსოფსკი სისტემა, 6 დარშან, შადარშან, 6 დარშანის ავტორს, რომ მე შორიდან გცემთ თქვენ თაყვანს, შორიდან ვიწრიქეს თქვენ წინაშე, მაგრამ ახლოს მე თქვენთან არ მოვალ. Я издалека поклоняюсь вам, выражаю свои почтения, но я не собираюсь к вам близко подходить. იმიტომ რომ თქვენ ხალხს ატყუებთ, Потому что вы обманываете людей. იმიტომ რომ თქვენ ყავთ დიდი გველეშაპი თქვენი სწავლების სახით, რომელსაც დიდი პირი აქვს, კბილებიანი პირი და რომელსაც მოქცა ქვია და ეს ხალხს კლაპავ. Потому что в виде вашего учения вы имеете большого дракона с огромным ртом, которого зовут Мокшей, и люди, очаровываясь им, идут ему прямо в эту пасть, и он их поглощает. ამიტომ ჩვენ თაყვანს ვცემთ უფალ ჩაიტანიას, რომელმაც გაგვირხილა და გვაჩვენა ჩვენ მეხუთე დამთავარი ღირებულება კრიშნა პრემა. Поэтому мы поклоняемся и почитаем Господа Чайтанию, который нам проявил и указал на высшее благо, это Кришна Према. წარმოიდგინეთ, რომ მე-20 საუკუნეში პრაბჰუპადა კრიშნა ბალარამა ტაძრის გახსნისას იძულებული იყო დაიქირავებინა სმარტა ბრამანები, რომ იაგია შეესრულებინათ. И вы представляете, да, в 20 веке Шрила Прабхупада был вынужден при открытии храма Кришна Баларамы арендовать смарта Браманов, нанять, ну, то же самое, смарта Браманов, чтобы они там совершили ягью. Вы кровно оскорбляете смарта Браманов, придаете им статус недвижимости. Я извиняюсь. Хотя, в принципе, так и есть. Ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რა უნდა ყოფილიყო მე-15 საუკუნეში, როცა რუპა გოსვამი იძულებული იყო უფალი ჩაიტანიას ყველა სიტყვა შეედარებინა ვედებთან და ვედებში ეპოვა მათი მტკიცებულება, რომ ის სწორია ეს სიტყვები, იმისათვის, რომ ადამიანებს არ ეთქვათ, რომ ეს რაღაცა ურჯულობა არის. И представляете, через что приходилось проходить Рупе Госвами в 15 веке, когда ему приходилось каждое слово Шри Чайтаньи подтверждать, находить в них соответствующие подтверждения, чтобы люди не говорили, что здесь каким-то невежеством занимаются. И что это противоречит ведам. Ის ნაყოფი, მაგალითად ატმის ხის ნაყოფი, ატამი სულაც არ გავს ატმის ხეს. Плод, скажем, персикового дерева, сам персик ничем не похож на дерево. ატმის ხეს ვერ შეჭამ და ატამი კიდე ძალიან გემრიელია. Персиковое дерево не съешь, а персик, он очень вкусен. აი სწორედ ესეთი არის დაახლოებით ვედებისა და ვედების მიზანი, თავარი მიზანის სურათი. И
подобно такова же картина вед и основной цели вед. Sankirtana უზენაესი ღმერთის ერთობლივი კანდიდება შეიცავს ყველა იაგიას. Санкиртана, которая является прославлением Всевышнего Господа, совместным прославлением, оно содержит все типы яги. ისევე როგორც ხის ძირში დასხმული წყალი აკმაყოფილებს ფოთლებსაც, ტოტებსაც, ფესვებსაც, ყველაფერს აკმაყოფილებს, ასევე Sankirtana ყველა იაგიას შეიცავს. Таким же образом, как поливание корней дерева удовлетворяет и корни, и ствол, и листья, и плоды, таким же образом Санкиртана содержит все яги. და ის იძლევა საოცარ შედეგებს Sankirtana, როგორც უფალი ჩაიტანია გვასწავლის. И эта Санкиртана дает прекрасные плоды, также так как этому нас учит сам Господь Чайтанья. Чето дарпана მარჯანამ ის იძლევა ისეთივე შედეგს, როგორც ერთობლივად კარმა იოგა, გიანა იოგა და აშტანგა იოგა. Она дает нам те же результаты, как карма-йога, дхьяна-йога, аштанга-йога совместно. ამის გარეგანი გამოხატულება არის მახაფავა და ვაგი ნირვაპანამ, რომ ამ ქვეყნიური ტანჯვა უკვე აღარ წუდება ადამიანს. Внешним проявлением этого является то, что эти страдания этого мира уже не имеют воздействия на человека. ეს არის სრული განთავისუფლება. Это является полным освобождением. და ეს არის მხოლოდ დასაწყისი Sankirtanas მოქმედების. И это является лишь началом движения Санкиртаны или воздействия Санкиртаны. ამის შემდეგ მოდის ღმერთის წყალობა. ისე После როგორც თვარი შუქი ლოტოსის ყვავილზე. შრეიახ გაირავახ განდრიკა ვიტარანა. После этого следует милость Господня, таким же образом, как луна светит на цветок лотоса. ამის მერე ადამიანს ეხსნება ნამდვილი ხედვა. И после этого у человека открывается истинное зрение. ვიდეო ვადუ ჯივანამ. ადამიანი უკვე ხვდება იმას, რომ ვინ არის უფროსი ამ ოჯახში. И человек уже начинает постигать, кто является главным в этой семье. და ამის მერე მოდის სულიერი ნეტარება, ანანდამბუთხი ვარდანამ. И после этого наступает духовное блаженство. Ананда Будхивардхана. Перед ним раскрывается океан блаженства. Пратипадапурнамритам сваданам. და ყოველფეხის ნაბიჯზე ოკეანე უფრო ღმავდება და ღრმავდება. И каждым шагом глубина этого океана увеличивается. Сарватма снапанам და ყველაფერს წმინდავს ეს ნეტარების ოკეანე, კერავილურებს წმინდავს. Этот океан блаженства всеочищающий, он ничего не загрязняет. Толет ამის ახსნას ცდილობთ იამარაჯა თავიანთი მსახურებისათვის. И как раз это старается разъяснить Ямараджа своим слугам. და ის უხსნეს, რომ როგორ მოხდა, რომ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ, თუნდაც უნებლიე წარმოთქმა ღმერთის სახელისა, უნებლიე დაძახება ღმერთის. მთლიანად გაასუფთავა უდიდესი ცოდვილი.
И вот он таким образом старается объяснить, что даже один раз непроизвольно произнесенное чистое имя Господа смогло освободить человека целиком от всех содеянных грехов. ასე რომ ჩვენი საზოგადოება აღარ საჭიროებს ვედების რიტუალების შესრულებაში და ამის აღარც უნარი აქვს, რა თქმა უნდა. Поэтому наше общество уже не нуждается в исполнении ведических ритуалов. Помимо того, у нее таких навыков уже нет. აღარ არის საჭირო ურთულესი ფილოსოფიების შესწავლა. Нет нужды также изучать наисложнейшие философии. არ არის საჭირო ურთულესი ვიბრაციების წარმოთქმაში ვარჯიში. Не нужно тренироваться в произнесении сложнейших мантр. საჭიროა მხოლოდ ღმერთს დაუძახოთ სახელით, პირადად მიმართოთ ღმერთს. Достаточно только по имени напрямик обратиться к Всевышнему Господу. Харе Кришна, 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 Харе Харе, Харе Рама, 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 Харе Харе. ეს საკმარისია და მაშინ რატომ უნდა გავიტაცოს ათასგვარმა საიდუმლოებებმა და ათასგვარმა ეზოთერიკამ და ათასგვარმა ჯანდაბამდობებამ თუ საკმარისია მხოლოდ ის რომ ღმერთს უბრალოდ დაუძახოთ და თუ ის ჩვენ იმას გულწრფელად დაუძახებთ, მართლა გულწრფელად დაუძახებთ, ის მოვა ჩვენთან. И этого достаточно. Тогда зачем же нам надо увлекаться и гоняться за разными эзотериками, разными философиями, когда искренне позвав Господа Его именем, уже достаточно для того, чтобы Он на нас обратил внимание. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ იმდენად გავიმართლა, რომ ამის შესახებ გავიგეთ. И представьте, насколько мы удачливы, что нам это все стало известно. ამიტომ თუ სიცოცხლეში არ გამოგივა, იქნებ სიკვდილის მომენტში ჩვენ როცა სიკვდილი თავისი გამხმარი ხელებით ყელში წაგვიჭერს ხელს, И если у нас не получится при жизни, то хотя бы в тот момент, когда смерть своей худой рукой начнет зажимать нам горло, ეს ყველა საუჭერს. и она сделает это с каждым из нас. იქნება ის მაშინ გაგვახსენდეს, რაც მთელი ცხოვრებას ვიმეორებთ. Hare Krishna, Hare Krishna, Krishna და Krishna გამოაგზანის Прабхупадას. И может хотя бы в этот момент мы сможем вспомнить то, что всю жизнь повторяем. Харе Кришна. И Кришна обязательно пошлет нам Прабхупаду. Krishna ეთყვის Prabhupадას, აი შენი დებილი მოწაფეები მეძახიან, წადი, გამოიყვანე. Кришна скажет Прабхупаде: вон там твои дурные ученики зовут тебя, зовут меня, пойди и приведи их. Hare Krishna. Харе Кришна. მეტი აღარ შემიძლია. Я больше говорить не могу. რა შეკითხვები, დამატებები და რაღაც სურვილები და საჭიროები გაქვთ, თქოთ, ბრძანოთ. И если у вас какие-то вопросы, дополнения или желания, которыми хотите поделиться, пожалуйста. არა გვაქვს შეკითხვები, არა გვაქვს დამატებები, არა გვაქვს საჭიროები და ამიტომ მოდი ახლა დავიშალოთ. По-моему, все в экстазе, Деварата Прабху. Вы такую лекцию нам сегодня дали. Все потеряли сознание, они катаются по земле, да, и так далее.
კარგით, აბა დიდი მადლობა, კარგად ვამდებოდეთ Спасибо ბედნიერად, большое. ბედნიერად. რატი, Преварата მოდი прапхулки. ეს Чай.